განცხადებაში არაფერი ახალი არ არის, მაგრამ უბრალოდ ძალიან საწყენია ის, რომ ჩვენი ოფიციალური პირების განცხადებები უწყობენ ხელს ამისთანა პოზიციების გამტკიცებას, იმიტომ რომ ხშირად ცხინვარი და სრულიად მართებულად ბრძანეთ, რომ არავით არის განსხვავება ცხინვალსა და მოსკოვს შორის აქ არ არის. რასაც წერენ მოსკოვში, იმას აღჟღერებენ ცხინვალში. სინქრონულად რუსეთთან ან ცალკე თუ ეს რუსეთის ინტერესებშია, ამაში დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, ამას მტკიცება არ ჭირდება. მაგრამ სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მოსკოვიდან და ცხინვალიდანაც ის, რომ აი მოусმინეთ თვითონ ქართულ ხელისუფლებას, ისინი თვითონ ამბობენ, რომ ქართველები დამნაშავეები არიან, იმგენმა დაიწყეს ომი, ასე შემდეგ და ბოდიში აქვთ მოსახდელი და ყოველივე ამის შედეგად ექმნებათ ილუზია ამ ბატონებს, რომ რაღაც საერთაშორისო სასამართლოებში შეეძლებათ რაღაც თავისი პოზიციის გამტკიცება, რაც არის სრული ილუზია. ყველა სასამართლომ დაადანაშაულა რუსეთი. ცხინვალზე აქ არავინ არ საუბრობს, იმიტომ რომ ომი რუსეთსა და საქართველოს შორის იქ არავით არის ცხინვალი. წარმოიდგინეთ თეორიულად რომ გამოვრიცხოთ რუსეთის ფაქტორი, გნებავთ არც ცხინვალში და არც სოხუმთან არავით არის საომარი მოქმედებები არ იქნებოდა საჭირო, იმიტომ რომ უბრალოდ თავისთავად ასე ვთქვათ მოწესრიგდებოდა ეს ყოველივე. მაგრამ ჩვენ ამას ეხლა აქ არის საკვანძო კითხვა ნამდვილად იმაში, რომ როდის დაიწყო ეს ომი. 7-ში თუ 8-ში. სხვათა შორის თვითონ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც არის უკვე იმდენად შეწუხებული ამ საკითხით და ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ 7-ში გადმოლახეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი, რომ საკუთარ ოფიციალურ განცხადებაში ხაზი გაუსვეს თარიღს 7-ში და 8-ში მიმდინარე პროცესები და ასე შემდეგ და მე ჩვეულებრივი თავისი რიტორიკა ამოქმედეს, მაგრამ უტყუარი ფაქტია ის, რომ 7-ში დილით ადრე რუსეთის რეგულარულმა ჯარებმა გადმოკვეთეს საქართველოს ოფიციალური საზღვარი, იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ეს არის დამტკიცებული უამრავი წყაროებით. მე პირველ რიგში რუსული წყაროები მაქვს მხედველობაში და თუ 7-ში შემოვიდა რუსეთის რეგულარული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, 8-ში საქართველოს ომს ვერანაირად ვერ დაიწყებდა. ეს იყო მხოლოდ პასუხი აშკარა, ღია და ყოველგვარი, ასე ვთქვათ, თავხედურ შემოწერაზე საქართველოს ტერიტორიაზე. ეხლა თუ მტკიცებულებებზე ვისაუბრებთ, მე შემიძლია მხოლოდ 3 გვარი დაგისახელოთ. ეს არის დენის ვეტჩინოვი, ალექსანდრე პოპოვი და ვლადიმერ სელიპეტოვი. აი ეს 3 სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა დროს რუსეთის წყაროების მიერ იყო დასახელებული როგორც სამხედრო პირები, რომლებმაც 7-ში დილით ადრე გადმოკვეთეს საზღვარი და მიიღეს მონაწილეობა ამ სამხედრო ოპერაციაში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და საინტერესო აი ეს ბოლო მაგალითი ვლადიმერ სელიპეტოვის, ვინაიდან რუსეთის გამოძიების კომიტეტის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ის დაიღუპა 155 მეტრში სამხრეთი როკის გვირაბის სამხრეთი შესასვლელიდან. ოღონდ რატომ მოხდა ეს გამოძიება? ეხლა საინტერესოა ეს, იმიტომ რომ მისი მშობლები ითხოვდნენ შესაბამის კომპენსაციას და თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ამ კომპენსაციას არ აძლევდა იმ მიზეზით, რომ დიახ ის დაიღუპა საქართველოს ტერიტორიაზე დილით 7-ში, მაგრამ არა საბრძოლო მოქმედებების შედეგად, არამედ უბედური შემთხვევის შედეგად. ეს ეს შემთხვევა იყო ძალიან ისე გამოძიებული დეტალურად და ეს არის რუსეთის ოფიციალური მონაცემები და ამისთანაა უამრავი. სხვადასხვა შესაბამისად იმის უარყოფა, რომ 7-ში რუსეთის რეგულარული ჯარები, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდათ ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო ქვედანაყოფებთან, რომლებიც იმყოფებოდნენ ცხინვალში, უკვე იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისად ეს იყო შეუნიღბავი აგრესიის აქტი, რომელზეც შემდგომში ქართულმა ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. თქვენ ახსენეთ სასამართლო გადაწყვეტილება და ამაზე ინფორმირებულია ჩვენი მაყურებელი და ამის რევიზიის ნაკლებ შესაძლებლობის დაბალ ასე თუ შესაძლებლობაზეც ისაუბრეთ. აი მეკითხეთ ასევე რა მიზანი აქვს აი ამ ყველაფერს. როგორ ფიქრობთ და რამდენად ხედავთ თქვენი მრავალწლიანი დიპლომატიური
დიპლომატიური საქმიანობის გათვალისწინებით უკრაინაში, რუსეთის ფედერაციაში, ასევე რომ თქვათ ეს განცხადება როგორც შიდა, ასევე გარე მოხმარებისაც არის ყოველწლიურად, აი რაღაცნაირად ამ ჭრილობის გახსნა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და იმის მტკიცება, რომ დაიწყო ომი სწორედ მან, ვისაც ისინი ასახელებენ, ხო, ამ შემთხვევაში და ჩვენ ნახეთ ასევე კითხვა-პასუხი ჟურნალისტებთან, იქ რაღაც სააკაშვილის გაიგებება უნდა ხდებოდეს თუ არა და ის ამბობს, რომ არ უნდა ხდებოდეს. აი ამას როგორ უყურებთ? ნუ საერთოდ მე ვფიქრობ ზოგადად რო ვთქვათ, რომ ეს ტრაგიკული თარიღი 7 აგვისტო და შემდგომი ეს პერიოდი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების არა დაპირისპირების, არამედ გამაერთიანების კონსოლიდაციის საგანი უნდა იყოს და ჩვენ სპეკულირებით ამ საგანზე, რომელიც ნუ პირდაპირ არის, მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ავნებს საქართველოს ინტერესებს, იმიტომ რომ ნუ არავის მსოფლიოში არ ჯერავს, რომ საქართველომ დაიწყო ეს ომი. ბოლო ამისი დადასტურება იყო 4 საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გერმანია, საფრანგეთი, იტალია და დიდი ბრიტანეთი, რომლებმაც ხაზი გაუსვეს იმას, რომ დიახ 7-ში რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მე აქედან გამომდინარე მთელი პოზიციებია ჩამოყალიბებული, მათ შორის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი დოკუმენტის შესრულება და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა ეს რაზეა მიმართული, მე ერთი რამით შემიძლია ახსნა, რომ ამას ქართული ოცნება იყენებს როგორც პოლიტიკურ იარაღს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ აი თქვა დაადანაშაულონ, რომ საქართველოს ინტერესები იყო უგულვებელყოფილი და შესაბამისად ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები და ეს შიდა მოხმარების ნაწილია, მაგრამ გარესთვის დამდგარი გადაწყვეტილებები არსებობს, ხო, საერთაშორისო სასამართლოსი? ხო, დამდგარი და ფაქტები თვითონ რუსების მიერ ჩამოყალიბებული ფაქტები არსებობს. შეთაშორის დიდი კვლევებია ძალიან საინტერესო ამასთან დაკავშირებით ჩატარებული. ყველაზე კარგი კვლევა, რომელიც მე შემხედრია, არის ყოფილი ანუ რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის ანდრეი ილარიონოვის კვლევა, სადღაც ძალიან კარგად არის მოყვანილი და სისტემატიზირებული ეს ინფორმაცია, ისევე როგორც ძალიან საინტერესო კვლევა აქვს ამასთან დაკავშირებით მომზადებული ბატონ დავით ბატაშვილს, რომელიც გამოიცა რონდელის ფონდის მიერ კიდევ 2018 წელს, სადაც დაახლოებით 75 თუ 80 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რუსეთის წყარო ადასტურებს ზუსტად იმას, კარგად აქვს ეს ბატონ დავითს მოყვანილი, რომ რუსეთი შემოიჭრა 7-ში საქართველოში, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. მაგრამ ესე იგი შიდა მოხმარება ჩვენ ვახსენეთ, მაგრამ ამასთან ერთად ახლა თუ ვინმეს ეს ესიამოვნება, ასეთი განცხადება, ხო? ნუ ეს არის, ასე ვთქვათ, სამი ქალაქი, ეს არის მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი და ჩვენ ვხედავთ სამწუხაროდ, რომ ასეთ განცხადებებს დაუფიქრებელს, როგორც მინიმუმ რო ვთქვათ, ძალიან კარგად იყენებენ ჩვენი მტრები. საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად, ოღონდ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ისე მტკიცეა, ისე თანამიმდევრული და ისე მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, რომ მიუხედავად იმ ურთიერთობების ხარისხისა, რომელიც დღეს საქართველოს აქვს იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან თუ ევროკავშირთან თუ ნატოსთან, ისინი მაინც თანამიმდევრულად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და თავისუფლებას, რაც სხვათა შორის გამოიხატა იმაშიც, რომ ნაურუმ, ასე ვთქვათ, გააუქმა საკუთარი ცნობა ცხინვალის დამოუკიდებლობის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის. კი ბატონო. და ბატონო ლაიბოს რა ერთ კითხვაზე მინდა გთხოვოთ პასუხი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვათ თქვენს მრავალწლიან საქმიანობას დიპლომატიურ სფეროში. თქვენ მუშაობდით ელჩად რუსეთის ფედერაციაში წლების განმავლობაში, უკრაინაში. დღეს ისევ მინდა რომ იმ გზავნილებს უპასუხოთ, რასაც აქცენტს აკეთებს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ჩვენ ვახსენეთ შიდა მოხმარების ამბავი და ვახსენეთ რომ ამ ყველაფერს ამ განცხადებებს ყავს თავის სამიზნე აუდიტორია. ანუ ეს არ არის შემთხვევით გაკეთებული განცხადება, ის გათვლილია კონკრეტულ შედეგზე. მაგალითისთვის დღეს კალაძე კობახიძისთან დაკავშირებით ამბობდა, რომ კობახიძის განცხადება, რაც მან თქვა და შემდეგ რომელსაც ციტირებს უკვე ოკუპირებული ცხინვალი, მისი სიტყვებიო ეფუძნება რეზოლუციას, რომელსაც ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება აწერდა ხელს. აი ამ ნაწილზე რა არის თქვენი პასუხი? ეს ალბათ ბატონი კახა კალაძე გულისხმობს ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას, მაგრამ რატომღაც ცალმხრივად და ერთი მხრიდან უნდა რომ გააშუქოს იქ, იმიტომ რომ
ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც ამისთან მტკივნეულ თემას ეხება, ის არის კომპრომისების შედეგი, მაგრამ იმ რეზოლუციაში არის უამრავი პუნქტი, რომელიც აღიარებს რუსეთს აგრესორად და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ თუ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ფუნდამენტალური ინტერესებიდან, ხომ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს რეზოლუციები საიმისოდ, რომ საკუთარი პოზიციები გავამყაროთ და არა დავასუსტოთ. ალბათ შეიძლებოდა ეს პუნქტი უკეთესად ყოფილიყო ფორმულირებული, მაგრამ იმ დროს და იმ ვითარებაში ალბათ ეს იყო გარკვეული კომპრომისის შედეგი, რომელზეც სპეკულირებაც ახლა არანაირად არ წაადგება საქართველოს ინტერესებს. რაოდენ არ უნდა უნდოდეს ახლა ვთქვათ ბატონ კახის გამოიყენოს ის საიმისოდ, რომ მაგალითად გააშავოს საკუთარი პოლიტიკური მოწინააღმდეგები. ამასთან ერთად ის სერიოზულად ავნებს საქართველოს ინტერესებს და მე ვფიქრობ, ეს ნებისმიერ სახელმწიფო მოღვაწეს უნდა ახსოვდეს. დიდი მადლობა. მადლობას გადაგიხდით კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით. ვალერი ჩეჩელაშვილი ჯერ საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი იმყოფებოდა.